ჯუხინია. აქ უნდა ჩამოვიდეთ? ძალიან მაღალი ეკლებია. ჩვენ ახლა ვართ ველურ ბუნებაში, კონკრეტულად ვართ ლაგოდეხის ნაკრძალში და აქ შემოსვლა შეუძლიათ მხოლოდ მეცნიერებს და რეინჯერებს. ერთ დამჭირი ტელეფონი როუდე. ცოტა გზაერია ზოროს, მაგრამ გადავრჩით მგონი დაუბრუნდით სწორ გზაზე. ლაგოდეხის ნაკრძალამდე გზა ჯერ ცხენებით უნდა გავიაროთ. ჩვენთან ერთად არის მათე ბალიაშვილი. ის ლაგოდეხში დაიბადა, გაიზარდა და ამ ბილიკებს კარგად იცნობს. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ზოგჯერ ტურისტებთან ერთად, ზოგჯერ კი მარტო ვიდეოების გადასაღებად მოდის. ცოტა რთული არის მიუღალ ადგილებში მიწევს მისვლა, სადაც ცოტა ისეთი რელიეფი არის, საშიში არის გზებიც, მაგრამ ძირითადად ნადირი ეგეთ ადგილებში არის. დათვები გადავიღეთ, ჯიხვები, გარეული ღორები, ყველაფერს ვიღებ, რაც დაიარება ლაგოდეხის ნაკრძალში და ერთი ესეთი შემთხვევა დათვი გადავიღეთ ძალიან ახლოს. დაახლოებით 20-30 მეტრა იქნებოდა, ძალიან დიდი დათვი იყო, ჭამდა თავისთვის, შემთხვევით უკიდან მივადექი. არც დაფრთხა არაფერი, არც გაქცეულა, შეშინებულია ყოფილი. შენ ხო არ იყავი შეშინებული? ცოტა კი. დათვისგან განსხვავებით ბრაზიანი გამოდგა გარეული ღორი, რომელიც მათეს ძაღლს გამოეკიდა, თუმცა შინაურ და გარეულ ცხოველს შორის კონფლიქტი მალევე ამოიწურა. გეშინია, ნუ. ეს ღორმუცელა მთელი გზა ჭამდა, არ გაჩერებულა. ეხაც ჭამს. აქ დავტოვეთ ცხენები, ცოტა ხანი დაისვენებენ, ჩვენ გზა უნდა გავაგრძელოთ, სადღაც 1 კილომეტრი გვაქვს კიდე გასავლელი, თუმცა ის გზა ფეხით უნდა გავიაროთ. ეს არის საკალმახე ღელე ესეთია, მოკლედ ესეთი პატარა ნაკადულები და ღელეები ძალიან მნიშვნელოვანია კალმახის პოპულაციაში. როდესაც დიდი მდინარეები, ლაგოდეხის ხევი, შრომის ხევი, ნინოს ხევი დიდდება წყალდიდობის დროს, თევზი აი ესეთ ღელეებში აფარებს თავს. ამ ხეზე არის რამდენიმე სახეობის სოფო. ყველაზე ბევრი ათასი ეს არის ყველის სოკო და ამის სახელი პრინციპში საქართველოსდან მოდის. ამ სოკოთი შესაძლებელია რძე აჭრა და ყველი მიიღო. ლაგოდეხის ნაკრძალში ჩვენი მასპინძლები დაცული ტერიტორიების რეინჯერები არიან. ჩვენი საბოლოო მიზანი კი ჯიხვებისა და ირმების საცხოვრებელ ადგილამდე მისვლაა. ეს ტერიტორია ნაკრძალია, სადაც ტურისტების გადაადგილება არ შეიძლება. აქ მხოლოდ რეინჯერები და მეცნიერები შემოდიან. ნაკრძალში ტურისტები არ შემოდიან, ჩვენ ისე გვაქვს ტურისტული ბილიკები მოწყობილი, რომ აი ესეთ ველური ბუნების საკვანძო ადგილებს ცდებიან. ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიმშვიდე და მშვიდი გარემო. და ნაკრძალი სწორედ ის ადგილია, რომელიც ამ ყველაფერს ხელს უწყობს და უქმნის. ყველგან ვერ შეხინ ნაკრძალს, იქ სადაც ადამიანმა საკმაოდ ბევრი თავის სამეურნეო საქმიანობა აწარმოა, ის თავისთავად ველური ბუნების ეტალონი ვერ იქნება. ეს უნდა იყოს ნამდვილად ხელუხლებელი, უნიკალური და გამორჩეული ტერიტორია. ამ ტერიტორიას განსაკუთრებით იცავენ და ის ცხოველებისა და მცენარეების სამფლობელოა. ანუ ეხლა უნდა გადავიდეთ მდინარეზე, აქაც ღრმა არის წყალი და ამიტომ გვჭირდება სპეციალური ბოტები. ჩემ ფეხი სწორად დადგიფეხი. თქვენ ხო, სადაც თქვენ დადგამთ, იქ დავდგა. აუ, რა ძალით მოდის. აი მე ოპერატორი არ წამართვას წყალმა. Ой. ეს რა არის? ირმის ნაწილი. ეს ჯიხვების გზით. აქ თქვენ ხშირად დადიხართ და მიჩვეული ხართ ალბათ, ხო თქვენთვის აღარ არის რთული აქ ამოსვლა. სამეთო ჯაკი გუბე. ეს არის გარეული ღორების. გარეული ღორები. არა, ამოსვლით ამოვედით. როგორ უნდა ჩავიდეთ? ეს
ეს აი ჯიხვების სადგომი. საჯიხვებს ეძახით, ხო თქვენ? ჯიხვების და ირმების საყვარელი ადგილია, რატომ მოდიან აქ? ჯიხვებს და ირმებს ეს ადგილი იმიტომ უყვართ, რომ გამოდის გოგირდიანი წყალი. ზამთარში თბილია და სასარგებლოა, გუზი აწუხებს თუ ჭია რაღაცა ბაქტერიებს კლავს და ან სამკურნალოთაც წამლად იყენებენ ამ წყალს. აქ გამოდის გოგირდის წყალი, სუნიც არის გოგირდის და ესე გვითხრეს რომ თურმე ადრე აქ ხალხი ამოდიოდა აი ამ გოგირდის წყლის გამო. დაგიკვირდება და აი ეს რასაც ხედავთ ეს ქვები არის ხელოვნურად გაკეთებული და არის ძველი აბანოს ნაწილი. ანუ აქ იყო აბანო მოწყობილი, აი ესე აშენებული ქონდა და ხალხი ამოდიოდა გოგირდის წყლის გამო და ამ აბანოს გამო. მოდი ვნახოთ ჩვენმა კამერამ რა გადაიღო. ეს ერთგვარი აზარტია რომ რა გადაიღო. და ერთი სული და სანამ ოფისამდე ჩახვალ, მაგრამ ეხლა შევეცდები იქნებ ტელეფონში ცნოს. ველურ ბუნებაში ჩვენი დღევანდელი მოგზაურობა დასრულდა 4 საათზე ცოტა მეტი დაგჭირდა რომ მივსულიყავით იმ ადგილებამდე სადაც ირმები და ჯიხვები იყრიან თავს. ჩვენ ახლა მთელი ეს გზა ისევ უკან და გავიაროთ, თქვენ კი დაგიტოვებთ ირმების და ჯიხვების ისეთ კადრებს, რომლებიც აქამდე ჯერ არავის უნახავს.